დღეს ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ბიზნესმენ ზურაბ ფილიპიას ოჯახს ვესტუმრეთ, რომელსაც 12 აპრილს 70 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით ერთ-ერთი უბნის მოსახლეობას, რომელსაც ხიდის არარსებობის გამო რამოდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ სახლებში მისასვლელად, პატარა, ლამაზი და მდგრადი ხიდი გაუკეთა. თან ქუთაისში გატარებული წლების საპატივცემლოდ ხიდს სახელით შეურჩია ნოჯიხევის თეთრი ხიდი. ხიდი, რომელშიც რაც გინდა თვითამწობის ტექნიკა გადაივლის, აი 50 ტონიანი რო გადაიაროს, არაფერი არ მოუვა, არის ძალიან საიმედო და ძლიერი და იქნება საუკუნეები. ამასთან დაკავშირებით დავაკეთე სოფლის გამწვანება. დავდგე კაკლის ხეები, ასეა დარგული მთელ სოფელში ორივე მხარეს და ეკლესიამდე. და რამდენი ძირი კაკლის ხე? 200 ძირი კაკლის ხე დავდგე. გავაკეთე განათება მთელი ქუჩის. სუსიბნელე იყო, ხალხი ვეღარ დადიდა, ეხლა განათებული უხარია ხალხს მისვლა, მოსვლა და სოფელი ილოცებია. და ამ ხიდით რამდენი ოჯახი სარგებლობს აქეთ? აქეთ არის დაახლოებით 50 ოჯახი. და მე ეს ჩვენი აქაუზე დამოსახლეობაც ხო აქეთ სამუშაოზე დადიან, აქ სასაფლაოა და რამდენი კილომეტრი უწევდათ შემოვლა. და ახლა პირდაპირ გადიან და მე საქონლები აქედან მიყავთ, მოყავთ და მთელი სოფელი ილოცება მოგე და ეს მოგფილი ვარ, ეს მოგფილი არიან. ქუჩა გავანათეთ მთლიანად და ეკლესიის აშენებას დავუყიდი. ალი შემაძლებიებს ალბათ ამ საქმესაც. ბატონი ზურაბი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის საქმიანობაში. აქვს დაფნის, ციტრუსის და ჩაის პლანტაციები, სადაც 15-20 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ეს გარდა იყო ძალიან დიდი 5 ჰექტარი ნახევარი ჩაის პარტები, რომელიც გაველურებული და სოფელს ლევი უჭამდა საქონელს და აი ტურები ხო არ გასვენებდა და ავიღე 15 წლიანი იჯარით 2 წელია გავაკეთე შობილე, დავდგე 25,000 დაფნა, იაპონური ჯიშის მანდარინი, რომელიც ერთი ძირი 5 წელიწადში იძლევა 80 კილოს. ანუ აქ დარგული გვაქვს დღეის მდგომარეობით 4,000, მეორე 4,000 იმ ფართობზე ვამზადებ დაახლოულია და 8,000 ძირი, 2,000 ძირი იწავეს, იქნება 10,000 ძირი. ანუ 800 ტონა მანდარინს ველოდები. და რამდენ ხანში იძლევა მოსვლა? ეს 5 წელიწადში არის ბოლო, ანუ 40 კილოს, სრულ 80 კილოს რომ მოხდეს. ზურაბ ფილიპია არის დასავლეთ საგაზმშენის გენერალური დირექტორი. მისი ძირითადი საქმიანობა გაზსადენების, ნავთობსადენებისა და წყალსადენების მშენებლობაა. წლები ემსახურა ამ საქმეს და არა მარტო საქართველოში, საზღვრებს გარეთაც არაერთი პროექტი განხორციელებულა მის მიერ. 77 წლიდან მუშაობ, 77-დან ვარ საკავშირო სამმართველოს უფროსი გაზიფიკაციის მინერტეგასრო SSR. ვიყავი საკავშირო სამმართველოს უფროსი და მაშენებული მაქვს უზარმაზარი სამწუხარო პროექტები გროზნო, ბაქო, ბათუმი, მთელი დასავლეთ საქართველოს გაზიფიკაცია, მთელი რაც ყაზახი სამგორი პროგრამა შემოდის 1000-იანი გაზი ჩემი აშენებულია საკომპრესორები და რა ვიცი. იმაში ნოვოსიბირში, ნოვოროსიისკში, აქეთ კრასნოდარის მხარე, როსტოვის მხარე, ყველგან მუშაობდი საქართველოს, მაგრამ კერძო კომპანია არის და მაშინით გასადენებს ამის გარდა მაქვს პრომეთე გაზი, ეს არის ბუნებრივი აირის გაყიდვა, ანუ ისი გაზგასამართი სადგური. ორი მაქვს ოზურგეთში, ქობულეთში, ჩაქვი, ფოთი, ურეკი და ქუთაისი. ულოცავთ ამ ქველმოქმედ ადამიანს 70 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ ბევრი კარგი საქმის განხორციელებას. და გავაკეთო კარგი საქმე. მე რა დაგვათიშე